11 დემონსტრანტის საქმეზე პროკურატურა ჩქარობს და დაცვის მხარის მტკიცებულებებს უდავოდ ხდის. რაც იმას ნიშნავს, რომ მტკიცებულებების გამოკვლევის ეტაპი იმაზე ადრე დასრულდება, ვიდრე იგეგმებოდა. საქმის დასრულება კი სახელმწიფო ბრალდებას წინასწარი პატიმრობის ვადის ამოწურვამდე სურს, რომ ბრალდებულებმა 9 თვის თავზე ციხი არ დატოვონ. ამ კვირაშივე საქმე დიდი ალბათობით დასკვნით ეტაპზე გადავა. თვის ბოლომდე გაირკვევა სინდისის კიდევ ერთი პატიმრის ნიკა კაციას განაჩენი, რომლის სხდომაც ამ წუთებში მიმდინარეობს. დაცვის მხარეს საკუთარ მოწმეებს კითხავს. ლიზი ვეკუა ესწრება სხდომას, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოში იმყოფება. ახლა პირდაპირ ეთერში შემოგვიერთდება და მოგუყვება რა ხდება ნიკა კაციას სხდომაზე. Კეთი, თავდაპირველად საუბარს დავიწყებ ნიკოლოზ კაციას საქმით. თბილისის საქალაქო სასამართლოში უკვე 1 საათია, რაც ჟურნალისტის სასამართლოს სხდომა მიმდინარეობს და დღევანდელ სხდომაზე დაიკითხნენ დაცვის მხარის მოწმეები, ორი მოწმე, მარიამ ბახუტაშვილი და მალხაზ ჯოხაძე. ორივე მათგანი არის სამხარაულის ექსპერტიზის ექსპერტები, რომლებიც ადასტურებენ, რომ ნიკოლოზ კაციას თმის ექსპერტიზა ჩაუტარეს, სადაც დადასტურდა, რომ ჟურნალისტის სხეულში არ აღინიშნება ნარკოტიკის კვალი. მაყურებელს შევახსენებ, რომ ნიკოლოზ კაციას ედავებიან დიდი ოდენობის ნარკოტიკების შეძენა შენახვას, თუმცა ის ყველა პროცესის განმავლობაში იმას ამტკიცებს, რომ მას ნარკოტიკები ჩაუდეს და სრულიად უდანაშაულოა. ამას ამბობს მისი უფლებადამცველიც, რადგან საქმეში არ დევს არანაირი ვიდეო მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებს, რომ ნიკოლოზ კაცია გადაადგილდებოდა და თან ჰქონდა დიდი ოდენობის ნარკოტიკები. ამას ამბობს უფლებადამცველიც და ნიკოლოზ კაციაც სხდომების დაწყებისთანავე და ისინი ამბობენ, რომ ეს საქმე არის პოლიტიკურად მოტივირებული და ჟურნალისტი მხოლოდ იმის გამო ისჯება, რომ ის აქტიურად იყო ჩართული საპროტესტო აქციებში. ამ წუთებში გრძელდება მისი სხდომა და წერილობითი მტკიცებულებების გამოკვლევის ეტაპზე არის ადვოკატი ნინო ლომინაძე. თუ გახსოვთ ფრაზა, როცა დავსვი კითხვა, ან დამიდასტურეთ, ან უარყავით, იმ სტანდარტით, რა სტანდარტითაც ჩაგიტარდებათ ექსპერტიზა, სადაც არ უნდა გაგზავნოთ პასუხი იქნება იგივე. არ მახსოვს ეს, თუმცა აქვე გიდასტურებთ, სადაც არ უნდა გაგზავნოთ პასუხი იქნება იგივე. თმასთან დაკავშირებით თუ გახსოვთ თქვენი რეპლიკა, რომ საკმარისია როგორი გრძელი თმა გქონიათ. დიახ, მახსოვს. სად მუშაობ? სასამართლოს ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში. რამდენ ხნიანი სტაჟი გაქვთ? 26 წლიანი. მოახსენეთ თქვენს მიერ ჩატარებული ექსპერტიზის შესახებ. წარმოდგენილ თმის ნიმუშს ეკვლევის შედეგად დადგენილია, რომ მასზე არ აღმოჩნდა ნარკოტიკული საშუალება. რამდენი ხანი ინახება პიროვნების ბიოლოგიურ მასალაზე ნარკოტიკული საშუალება? სისხლი ინახავს ყველაზე ცოტა ხნით, შეიძლება იყოს რამდენიმე საათი ან რამდენიმე დღე. შარდის შედარებით დიდხანს, თმა ინახავს ყველაზე დიდხანს, რამდენიმე თვიდან წლის მანძილზეც კი. რამდენიმე წუთის წინ დასრულდა სინდისის 11 პატიმრის სასამართლოს სხდომაც, რომლებსაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას ან მასში მონაწილეობას ედავებიან. დღევანდელ სხდომაზე პროკურატურამ მოითხოვა უდავოდ გახდა დაცვის მხარის მტკიცებულებების და ამით სავარაუდოდ დასრულდება სწორედ მათი მტკიცებულებების გამოკვლევა, რადგან ნინო გალუსტაშვილი დაეთანხმა ამ მოთხოვნას და შემდეგი სხდომებიდან უკვე უნდა ვიხილოთ საბოლოო სიტყვები, დასკვნითი სიტყვები, როგორც უფლებადამცველები ჩვენთან საუბრისას აღნიშნავენ. ყველა მოწმემ დაადასტურა ის, რომ ჯგუფური ძალადობის ორგანიზებაში ბრალდებულების საქმეებში არ დევს არანაირი მტკიცებულება. ეს ადამიანები არ არიან ერთმანეთთან კავშირში. ამ ყველაფერს ადასტურებს როგორც დაცვის მხარის მოწმეები, ასევე თავად ბრალდების მხარის მოწმეებიც და ამბობენ იმასაც, რომ ეს საქმეები არის პოლიტიკურად მოტივირებული და სადამსჯელო ოპერაცია. დღეს ბრალდების მხარემ გადაწყვიტა, რომ დაცვის მხარის მტკიცებულებები გაიხადა უდავოდ გახდა ნიშნავს მტკიცებულების გამოკვლეულად ჩათვლას, რაც ნიშნავს იმას, რომ აღნიშნული მოწმე აღარ იქნება დაკითხული სასამართლო დარბაზში და პირდაპირ დასკვნით სიტყვებში მოუშვერიოთ მათ მტკიცებულებას და მიენიჭება პრეიუდიციური ძალა. რა თქმა უნდა, ჩვენ მოვიზადებით, ჩვენ არ გვაქვს, რომ ეს გადაწყვეტილება იქნება პოლიტიკისგან თავისუფალი, ამის მოლოდინი რა თქმა უნდა არ გვაქვს, მაგრამ როგორც ხედავთ, ჩვენთვის საკმაოდ დიდი მნიშვნელობა აქვს მათ შორის ობიექტურად და ადეკვატურად სიტყვების წარმოთქმას, განსაკუთრებით დასკვნით სიტყვის, იმიტომ რომ ამ სასამართლოში არ მთავრდება ეს საქმეები, ეს აუცილებლად წავა ადამიანურებათა ევროპულ სასამართლოში და ჩვენი მიზანი სწორედ ეს არის, რომ მაქსიმალურად მოვახდინოთ აკუმულირება არგუმენტების არა მხოლოდ ამ სასამართლოსთვის, არამედ ადამიანურებათა ევროპული სასამართლოსთვის. უამრავი დაზრალებული დაიკითხა, თუმცა არც ერთმა დაზრალებულმა ცალსახად არ დაადასტურა, რომ კონკრეტულად ეს ადამიანები იყვნენ ის ადამიანები, რომლებიც
მოქალაქეებით თქვა ჯგუფურ ძალადობაში თუ ინდივიდუალურ ძალადობაში ღებულობდნენ მონაწილეობას. არ არსებობს არც ერთი მოწვე, რომელმაც თქვა, რომ კონკრეტულად მაგალითად ვალერი თეთრაშვილმა მას მიაყენა რაიმე ფორმის დაზიანება ან ის რომ მათ ნახეს უშუალოდ რომ ვალერი თეთრაშვილი ღებულობდა რაიმე ფორმით ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას. აქედან გამომდინარე იმეც ვიტოვებ, რომ სასამართლო მიიღებს სამართლიან, ობიექტურ და კანონის მიერ გადაწყვეტილებას. სხვა შემთხვევაში მაინც ყველაზე მნიშვნელოვანია თუ კი კვალიფიკაცია შეცვლიან მიიღოს, თქვათ, გადააკვალიფიციროს ისეთ მუხლზე, რომელიცაც არ იქნება გამოწვეული პატიმრობა. თბილისის საქალაქო სასამართლოში რამდენიმე წუთში დაიწყება კიდევ ერთი სინდისის პატიმრის ნარკოდანაშაულში ბრალდებული მოქალაქის თედო აბრამოვის სასამართლო პროცესიც, რომლის საქმეშიც მსგავსად ნიკოლოზ კაციას ადვოკატი ამბობს, რომ ამ საქმეშიც არ დევს არანაირი მტკიცებულება და მასაც უსაფუძვლოდ ედავებიან დიდი ოდენობის ნარკოტიკების შეძენა შენახვას.